ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში, სადაც განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. ხუთი დღიანი პაუზა მქონდა, რადგან რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რომ დავფიქრდი როგორ დავიწყო თქო ეს გადაცემა, მე მინდა რომ თქვენ გამოგაცნობინოთ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რის გამო ვიყავი უხასიათოდ. ასე რომ 4 ვარიანტს შემოგთავაზებთ და ვნახოთ თუ გამოიცნობთ. პირველი ვარიანტი. ხელი დავიწვი და მეწვო და მთელი ეს დღეები და უხასიათოდ ვიყავი და მტკიოდა. მეორე ვარიანტი. მამა მომიკვდა. მესამე ვარიანტი. ელექტრიკმა გადამაგდო და უშუქოდ ვზივარ სტუდიაში. მეოთხე ვარიანტი. შეყვარებული დამშორდა და მაგიტომ ვარ უხასიათოდ. 10 წამს მოგცემთ მოსაფიქრებლად, ასე რომ კარგად დაფიქრდით. დაფიქრდით რამდენად მიცნობთ და შემდეგ გაეცით კითხვას პასუხი. გავიდა მოკლედ 10 წამი მეგობრებო, ასე რომ ვინც უპასუხეთ ამ კითხვას პასუხით რომ მიშა ელექტრიკმა გადაგაგდო და შუქი არ გაქვსო, მართლები ხართ. ვინც უპასუხეთ რომ მიშა ხელი დაიწვიო და გტკივაო, მაგაზეც მართლები ხართ. ვინც უპასუხეთ რომ მიშა მამა მოგიკვდაო, მაგაზეც მართლები ხართ. და ვინც უპასუხეთ რომ შეყვარებული დაგშორდაო, მაგაზეც მართლები ხართ მეგობრებო. ყველაფერი მოხდა მოკლედ ამ ბოლო 1-4-5 დღის მანძილზე. ასე რომ ამის გამო არ უწერდი ვიდეოებს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაცაა, გრძელდება ცხოვრება და გრძელდება ღადაობა. ასე რომ ვიღადაოთ მეგობრებო. მოკლედ მოგიყვებით რაც მოხდა, მამა ჩემი ცუდად იყო რა, ეს მეორე მამა, რომელსაც 20 წელია ვიცნობ, იმიტომ რომ პირველ მამას ვაფშე არ ვიცნობ და მეორე მამა 20 წელი იყო ჩემთან, ხო და ბოლო რამოდენიმე დღე ცუდად იყო რა და საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ, ერთ დღეში გამოწერეს რომ ყველაფერი საკაიფო დააქო კაცო, წაიყვანეთ თუ არაფერი ჭირსო, წამოვიყვანეთ და ბუმ, ბოზო, მოკვდა. დაურეკე ექიმებს, მეთქი დიდი მადლობა, აი გუში ხო გახსოვთ კაცი რომ გამოწერეთ რომ არაფერი ჭირდა. ხო, მეთქი მოკვდა. მადლობა, მართლები ხართ, აღარაფერი ტკივა ვაფშე, აღარაფერი აწუხებს. პროსტა რავი მკვდარია, მაგრამ მთავარი ისაა რომ აღარაფერი ტკივა და აღარაფერი აწუხებს. პროსტა ცოტა არ იყოს მოკვდა. მაგრამ არა უშავს მეგობრებო, მთავარია რომ ცხოვრება გრძელდება. ასე რომ გავაგრძელოთ ჩვენს ცხოვრება და განვიხილოთ დღეს, მართლა ვერ ვჩთავდი საინტერესო ამბებს. არც მეცალა, მაგრამ დღეს ჩამოუვარე მთელ TikTok-ს, Instagram-ს და საინტერესო ამბები ვერაფერი ვიპოვე. ერთადერთი რაც ვიპოვე, ეს იყო ბექა ყორშიას დრამატული მონაყოლი, იმაზე რომ Wildberries-ი საქართველოში შემოვიდა და ასე შემდეგ და მინდა ამაზე ვისაუბრო. და წესიერად აგიხსნათ ადამიანებს, რა ხდება ზოგადად ამ კომპანიაზე, რომ არ დაგტოვოთ და არ გაგწიროთ ბექა ყორშიას მოსასმენად. ასე რომ მოდით ჯერ ბექას მოусმინოთ და მერე თანდათან გეტყვით ხოლმე სიმართლეს რა. კომპანია Wildberries, რომლის ფილიალებს, ბანერებს მთელს ქალაქში შეხვდებით. ერთი შეხედვით ეს არის უბრალოდ ონლაინ მაღაზია. ოღონდ შარშან ახალ ამბებში მოხდა არა საზაფხულო კაბების ან smart ტექნიკის დიდი ფასდაკლებებით, არამედ სისხლიანი გარჩევები. დრამატული ზუმი მიყვარს. მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს მდებარე საკუთარ ოფისში. მოკლე ამბავი ასეთია. კომპანიის დამფუძნებლები, ცოლ-ქმარი, შორდებიან და ბიზნეს ვერ იყოფა. ქმარი ვლადისლავ ბაკალჩუკი თulis რომ მას ბიზნეს ართმევენ და ურეკავს თავის კრიშას და ამ შემთხვევაში კრიშა არის რამზან კადიროვი. კადიროვის დახმარება ასე გამოიყურება. მისი ხალხი მიდის კომპანიის ოფისში მოსალაპარაკებლად. ეს მოლაპარაკება სრულდება სროლით 2 მოკლული 7 დაჭრი. მოკლედ რომ თქვათ ეს ის ბიზნესი მართალია ჯერჯერობით, მაგრამ აქ უნდა დაემატოს ის რომ ცოლიც არ იყო ნამდვილად გოიმი და ცოლსაც ისეთი ხალხი ეყენა იქ რომ ავტომატიანები და რამე, სწორი ძალა შესთავაზა ქმარმა. აქ ის არ ხდებოდა რომ ქმარი მივა და ქმარს ცოლთან როგორ არ შეუძლია დალაპარაკება. არა, ცოლი უარესად შეიარაღებული იყო და ერთმანეთი გადაცხრილეს აბსოლუტურად. ის რომ
მხოლოდ ქმრის ხალხმა დახოცა ცოლის ხალხი და რამე არა ცოლის ხალხი უარესი ხალხი იყო ისინი წესროდნენ ჩვეულებრივად და ესრულეს კიდეც ესეა სადაც კალათაში დამატების ღილაკის გვერდით ალბათ კონკურენტის მოშორების ღილაკიც აქვს აი ეს აუ ბექარა შუტკაო შენ თავს ფიცი მენა ეს არის კომპანია რომელიც დღეს თავისუფლად მუშაობს საქართველოში კომპანია რომელიც შიდა კონფლიქტებს სროლითა და სისხლის აღებით აგვარებს და თითქოს ეს კრიმინალური კავშირები არ კმაროდა ექსპერტები უყურე კომპანიის მუშაობაზე პასუხისმგებლები დამფუძნებლები არასდროს არიან თითქმის იმიტომ რომ დამფუძნებლების ქვემოთ მოდის მე დირექტორები გენერალური დირექტორი და ასე შემდეგ და ისინი აკონტროლებენ კომპანიას გვაფრთხილებენ რომ ესენი არ არიან უბრალოდ და ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დაუშვა და ესროლეს რა შუაშია მან კომპანიის მუშაობა კომპანიები ესენი არიან მონაცემების შემგროვებელი სტრუქტურები FSB-სთვის აუ კაი ბექა გაჩერდი კაცო და ანუ შენ ტელეფონი არ დაგაქვს კი მეგობრებო ამაში მართალია რომ მონაცემებს აგროვებენ რა თქმა უნდა მონაცემებს აგროვებს ყველა აბსოლუტურად და მაგაზე არის დღევანდელი რა ვიცი სამყარო დალაგებული და დაწყობილი და აწყობილი რომ ყველა პროგრამა აგროვებს მონაცემებს თუნდაც Google, თუნდაც რა ვიცი Amazon-ი რო გიყენიათ, eBay რო გიყენიათ, eBay-ზე რო რაღაცას კალათაში დაამატებთ და მე 2 წლის შემდეგ რო შეხვალთ და ამოგიგდებთ რომ კიდევ დაინტერესებული ხარ ამ სალათის საჭრელი დანით? ჰა? იმიტომ რომ 2 წლის წინ ჩააგდე. ან რო საუბრობ და რო გვიგდებს იგივე რეკლამებს, რაზეც საუბრობთ, მაგალითად ხარ რო ვილაპარაკო რომ აი ახალი კარტოფილის საფრთხნელი მჭირდება და რო შევალ Google-ში და ახალი კარტოფილის საფრთხნელები მხოლოდ 6 ლარად. მათ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ თქვენს კამერაზე, მიკროფონზე, საბანკო მონაცემებზე. როცა შენ Wildberries-ის აპლიკაციას იწერ, შენ არა მხოლოდ ამაზე დათანხმება შეგიძლიათ, ანუ თავიდან აგდებს ყველა პროგრამაში ეგრე რომ გსურს რომ ამ პროგრამამ გამოიყენოს შენი კამერა, შენი მონაცემები და ასე შემდეგ. რომ ანუ უფრო უკეთესი შემოთავაზებები შემოგთავაზოს. შეგიძლიათ დათანხმდე, შეგიძლიათ უარყო. ყველა პროგრამა ესეა აბსოლუტურად, არა მხოლოდ რუსულები. კი, Wildberries-ი რუსულია, კი ясნია რომ რუსული სპეცაგენტები აგროვებენ ამ ინფორმაციას. პროსტა არ მევასება მე აი ესეთ ზედმეტად გადრამატულება რომ იცოდით რომ რუსები ხო რუსების გარდა ჩინელებიც აგროვებენ ამერიკელებიც აგროვებენ ყველა აგროვებს და ადამიანს თუ smartphone-ი გაქვს ჯიბეში თელი მსოფლიოს სპეცაგენტებმა იციან შენზე ყველაფერი ასე რომ დამშვიდდით შოპინგის აპლიკაციას იღებ არამედ ჯიბეში ისვამ პატარა კგბ-შნიკს რომელიც პირდაპირ კრემლს უგზავნის ანგარიშებს მოდით ვისაუბროთ პირდაპირ კრემლს უგზავნის ანგარიშებს. არ გერჩევნიათ პირდაპირ თეთრ სახლს გადაუგზავნოთ ანგარიშები. ამ პირდაპირ ჩინეთის რაღაცას, ჩინეთის თეთრ სახლს რა ქვია არ ვიცი. მაგრამ ნუ მართალია ბექა 100% რასაც იძახის, ოღონდ ნუ რაც არ მევასება ეს არის ზედმეტად გადრამატულება და ის რომ რუსები აკეთებენ ამას. რუსები არა, ყველა აკეთებს ამას. თუ ჯიბეში smartphone-ი გიდევთ და ხმარობთ და ურეკავთ რა ვიცი ახლობლებს ან Google-ში წერთ რამეს, всё, თელმა მსოფლიო მიცის თქვენი რა ვიცი, ყიდვის წესები, თქვენი ინტერესების სფერო და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი იცის და ის რომ რუსები ამას აკეთებენ. კარგი რა. ტაქსით რო დავდივართ თუნდაც Yandex-ით, თუნდაც Bolt-ით, თუ რა, Yandex-ით თუ ვივლით, Yandex-ით არიაროთ, რუსები აიღებენ თქვენ ინფორმაციას და Bolt-ით თუ ვივლით, ვინ აიღებს ინფორმაციას? თუ არავინ. Bolt-ი უსაფრთხოა, მეგობრებო. არა, არაფერი არის უსაფრთხო. ყველა აგროვებს ინფორმაციას, ყველა აგროვებს მონაცემებს და ამითი არსებობენ რეალურად. ანუ ეგ არის ამ მსხვილი კომპანიების მთავარი გასაღები მოკლედ და მთავარი ძალა რომ აგროვებენ ინფორმაციებს თუნდაც Google-ი, თუნდაც რა ვიცი Amazon-ი, eBay და ასე შემდეგ. ასე რომ ის რომ ბექა ეხა გვთავაზობს რაღაც სიახლეს რომ Wildberries-ი აგროვებს რაღაცებს მე რას ვფიქრობ Wildberries-ზე.
მჯერა რომ Wildberries-ი ვერაფერს იზამს საქართველოში? არა, არ მჯერა. მე მჯერა რომ Wildberries-ი გადაფარავს მთელ საქართველოს და აი ზუგდიდში ან რა ვიცი ლაგოდეხში ბებიები მალე დაიწყებენ Wildberries-დან გამოწერას ნივთების. რატომ? იმიტომ რომ იცის მაგ კომპანიამ როგორ გაუწიოს კონკურენცია აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. როცა შეხვალთ საიტზე და დაგხვდებათ რომ აი მაგალითად რა ვიცი რა გინდათ მაგიდა ხო ახალი და ბაზარში წახვედით 200, 400, 500 ლარი მაგიდები შეხვალთ Wildberries-ზე 40 ლარი მაგიდა. ხვალვე მოგიტანთ. ხვალვე მოგაწვდით. რა გირჩევნიათ ეხა? ნასკები 10 წყვილი 2 ლარად თუ საქართველოს გამთლიანება? რა თქმა უნდა, ნასკები 10 წყვილი 2 ლარად მეგობრებო. ფაქტი ეგაა, რომ ხალხს ფეხებზე კიდია. Yandex როგორც იყენებს მთელი საქართველო, ისე გამოიყენებს Wildberries-საც მთელი საქართველო. არ გაგიკვირდეთ არავის, რომ Wildberries გადაფარავს My Market-საც, ამას Citrus-საც, რა ვიცი, Extra-საც და აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. და მალე ბებიებიც და ბაბუებიც დაიწყებენ, რომ ეს რა საკაიფოა. ეხლა რაღაცა რავი რა გამიფუჭდა. ჭიქები დამემტრა და აი ჭიქები Wildberries-ზე 1 ლარი ღირს წყვილი 6 ცალიანი ნაკრები. გამოვიწერ, ბუმ, ხვალ მომივიდა სახლში. კომფორტულია. ხო და ნუ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ხალხს აბსოლუტურად ფეხებზე კიდია. რა ვიცი, პატრიოტიზმიც ყველაფერიც, როდესაც საქმე შეეხება ფულს და ეკონომიკას და რუსები ამ შემთხვევაში ნამდვილად მოწინავე ტიპები არიან ამ რეგიონში. მაგიტომაც შემოვიდა Yandex-ი, მაგიტომაც შემოდის ახლა Yandex Go საჭმელების კუთხით, მაგიტომაც შემოდის Wildberries. ესენი აუცილებლად შემოვლენ და აუცილებლად გადაფარავენ ყველას. ანუ ამას ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, 1 და 2 კაცი ამას ვერ შეეწინააღმდეგება, მით უმეტეს ბექა ყორშია თავისი დრამატული ზუმებით, რომელიც ნუ ადამიანი რეალურად არც გიხსნით ყველაფერს, პროსტა ანუ ადამიანების იმაზე მოქმედებს რა ნერვებზე, რომ ეს რუსები არიან, რამზან კადიროვი. კაი, რამზან კადიროვი, მე რა შუაშია, აი მე რო ხვალ ნასკები ვიყიდო Wildberries-დან რა რამზან კადიროვი რა შუაშია, მაგრამ არა, აი მაგით თამაშობს, რომ რამზან კადიროვი ხო გაგიგიათ რა ბოროტია. ხო და აი ამას ვაკავშირებ ახლა ამ კომპანიასთან. ზუმები გამოუშვი, კროპნები აიღე, გელა, კროპნები აიღე ჩემზე. კეპკა დამაფარე ცხვირამდე. ბექა, დაიჯვი რა. ან ხალხს წესიერად აუხსენით, რომ ამას უხსნი, რომ კი რუსული კომპანია, კი რუსების წინააღმდეგ ვართ, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. ყველაფერი გიაფია. მაგაშია საქმე მეგობრებო, ასე რომ თუ ვინმეს გონიათ რომ ეხა მიშა შენ რას იძახი რომ შენ Wildberries-ის მომხრე ხარ? არა, არ ვარ Wildberries-ის მომხრე, არც Yandex-ის მომხრე ვარ, არაფერი რუსულის მომხრე არ ვარ, მაგრამ რეალისტი ვარ. რუსული კომპანიები გადაფარავენ ყველაფერს. ბუმ, დარჩით პატრიოტები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგის დედაც მოვთხოვ, ვიბრძოლოთ თქვენთან ვარ ბრძოლაში, მაგრამ იმის ილუზიებში არ ვცხოვრობ, რომ აი ყველა ერთად შევიკვრებით ერთ მუშტად და ჩვენ არ გამოვიწერთ 10 წვილ ნასკს 2 ლარად. იმიტომ რომ 10 წყვილი ნასკი 2 ლარად ძალიან იაფია. გამოვიწერთ ყველა აბსოლუტურად. ყველა ვივლით Wildberries ნასკებით, ყველა ვივლით Wildberries-დან გამოწერილი ნივთებით და მაინც კმაყოფილები ვიქნებით და სუფრებზე მაინც დავლევთ სადღერძელოებს, რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო და ერთიან საქართველოსო და რუსების დედა შევეციო, მაგას მაინც ვიტყვით, მაგრამ Wildberries მაინც მოვიხმართ. მოკლედ, მამა ჩემი სიკვდილის გამო ჩატში დამიწერეთ თითო ყველამ, თითო ღმერთმა გიშველოს დამიწერეთ და ვისაც გნებავთ რომ მამის სიკვდილი გადალახოთ, დალიეთ full energy. Full energy, გადაგალახინებთ მამის სიკვდილს. თუ გიყვართ მამები, დალიეთ full energy. კოცნით.